Ყველობა თუ უბედური შემთხვევა აღმაშენებლის გამზირის 83 ნომერთან უკვე კრიმინალური პოლიცია მუშაობს, ხედრები კი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს. გამოძიება მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობს, თუმცა უკვე გავრცელდა წინასწარი ვერსიები. ორი ქალბატონი, რომელიც ამ დრომდე ხანძრის მსხვერპლად მიიჩნეოდა, შესაძლოა მოკლული იყოს. მეზობლების თქმით, ამ ეჭვცისიც ამძაფრებს, რომ გარდაცვლილთა ბინაში სისხლის კვალი აღმოჩნდა და სხედრები ცალ-ცალკე ოთახში იპოვეს. არც ერთ ფაქტს არ ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური, რომელიც ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა. გარდაცვლილთა ვინაობა კი უკვე ცნობილია. 33 წლის თამარ ჩონგლაძე და 18 წლის ინგა თუშიშვილი. დამწვარია 100 კვადრატული მეტრის ფართობი. წინასწარი ვერსიით ცეცხლი ეგრეთ წოდებულ შეკიდულ ჭერს გაუჩნდა. ექსპერტიზა მუშაობდა და დაადგენენ ზუსტ მდგომარეობას და ვითარებას რა შეიძლება მოხდარიყო. ვერსიები ძალიან ბევრია, ამას ვერავინ დაასტურებს და ვერც ვერავინ ვერ იტყვის დაზუსტებით. იმიტომ მუშაობენ სამართალო დამცველები, რომ დაადგენონ მიზეზები. ზოგი ამბობს გაკუთულები არიანო და ზოგი ამბობს მკვლელობაო და ვიცი რომ 5 კვადრატული მეტრა არის რომ დამწვარიო, როგორც გავიგე. 5 კვადრატული მეტრაში ჩემი ალბათობით ადამიანი ესე იგი ასეთნაირად თავს დააღწევდა ალბათ რაღაცას, რა ვიცი, აბა ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც მოხდა. ავტოავარია ვაკეს აბრუთალოს გზაზე დაცვის კერძო კომპანია კოდი 365-ის კუთვნილი ოპელის მარკის ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი 35 წლამდე მამაკაცი თავის ქალის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზებს საპატრულო პოლიცია იძიებს, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებიც მუშაობენ. მიაყენა სახელმწიფოს 5 მილიარდ 7 მილიონი ლარის ზარარი. პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა. დაკავებულია 5 ეჭვმიტანილი. დამნაშავეები სპეციალურად შემუშავებული სქემით მოქმედებდნენ, გამიზნულად არჩევდნენ კომპანიებს და ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილ თანხას მაქინაციით ითვისებდნენ. ძნელაძემ და აბდალაძემ 2007-2008 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.100.000 ლარიდან, რომლითაც უნდა შეესრულებინათ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები, მიითვისეს 500.000 ლარი. შემდგომში კი, მას შემდეგ, რაც კომპანიას წარმოუშვა დაუგროვდა 600.000 ლარის საბიუჯეტო დავალიანება, მათ ადვოკატების ხმელიძის და გადელიას დახმარებით ფიქციურად აღნიშნული კომპანია გადააფორმეს ცერცვაძის სახელზე. შესაბამისად, ბიუჯეტს მიადგა 1.100.000 ლარის ზიანი. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიების ხელსაწყობილი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ამ წესით ნაწარმოების საქმიანობიდან ბიუჯეტს მიადგა 5.7 მილიონი ლარის ზარალი. დარღვევები ფინანსთა სამინისტროში კონტროლის პალატა უკვე მეორე ხმაურიან ანგარიშს აქვეყნებს. სამინისტროში ჩატარებული სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის მხარდამჭერი პროექტის აუდიტი ჩატარდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო კონგარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61.446 ლარი შეადგინა. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პასუხისმგებლობა მინისტრის მოადგილეს ეკისრება. პაპუნა პეტრიაშვილი სწორედ ტენდერებს კურირებდა. კონტროლის პალატამ აუდიტის შედეგები ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა და მათგან ახსნა განმარტებას. ელის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მასალებში გარკვევამდე კომენტარს არ გააკეთებენ. შპს კონგარმა ტენდერში მონაწილეობისას წარმოადგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულებას 21 თვეზე გათვლილს, ჯამში 375.000 ლარზე დამატებითი ღირებულების გადასახედის გარეშე. ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და გამარჯვებულ კომპანია შპს კონგარ შორის გაფორმდა მხოლოდ 17 თვის ვადით, სადაც თანხა დარჩა უცვლელი. ანუ ფინანსთა სამინისტრომ არ მოითხოვა ხელშეკრულების თანხის შემცირება, რის გამოც ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა შეადგინა 61.000 ლარი. აუდიტის ჯგუფმა შეადარა ბროშურების შინაარსი, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს და სხვა დოკუმენტებს, რომელსაც ისეთ საწარმოებს ფინანსთა სამინისტრო
და დადგინდა, რომ ბროშურების შინაარსი მთლიანად კოპირებულია აღნიშნული ანგარიშებიდან. ანუ არანაირი ახალი პროდუქტი შექმნილი არ არის. ტენდერს, რა თქმა უნდა, კურირებდა ministris მოადგილე. კი. ტენდერს კურირებდა ბატონი პაპურა პეტრიაშვილი. ჩვენ არა ვართ ის ორგანო, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ვაინჯებთ. ჩვენ ხედავთ, რომ აქ არის არამიზნობრივი და არაეკონომიური ხარჯი. ჩვენი ანგარიშები გადავაგზავნეთ ფინანსთა სამინისტროში. იმედია დღეს უკვე მიიღებენ და უკვე ჩვენ ველით მათგან, როგორც ჩვენ, ასევე სხვა დაინტერესებული პირები და საზოგადოება დამატებით არგუმენტებს და დამატებით განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მანდ უწერთ. ტენდერი კონკურენტების გარეშე და არამიზნობრივად გახარჯული 12 მილიონი ლარი საკრებულოს წევრი ზურაბ ბაბაშიძე საქალაქო ბიუჯეტში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, საკრებულოს სარევიზიო კომისიამ 2008-2009 წლებში საქალაქო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები გადაამოწმა. ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების წევრი ამ კომისიის შემადგენლობაშია. აბაშიძის თქმით, დასკვნაში სერიოზული დარღვევა იკვეთება. საუბარია მერიის ტენდერებზე, რომელიც აბაშიძის თქმით უმეტეს შემთხვევაში ფიქტიურია. კომისიის ანგარიშის მიხედვით ტენდერში 10-მდე კომპანიამ კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა და მათ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი მიიღეს. ზურაბ ბაბაშიძე თბილისის მერისგან საკრებულოს სარევიზიო კომისიის მასალების შესწავლას და შედეგზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა კონკრეტული მასალები დაკავშირებული 2008-2009 წლების შემოწმებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონკრეტულად თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ ჩატარებულ შემოწმებას კეთილმოწყობის სამსახურთან დაკავშირებით. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საგანგაშო ვითარებაა და სერიოზულ კანონდარღვევებთან გვაქვს საქმე. რევიზიის დასკვნაში, რასაც მე მინდა ციტირება მოვახდინო, პირდაპირ წერია, რომ წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში და ყავდა თუ არა კომპანიას კონკურენტი. კითხვას უსვამთ პირდაპირ ბატონ მერს უგულავას. იცოდათ თუ არა აი ამ მასალების არსებობა. ეს არის დასკვნა, რომელიც გამოაქვეყნა და ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა სარევიზიო კომისია. ამ მასალების შესახებ. იცოდათ თუ არა ეს მასალები და გაცნობილია თუ არა. და თუ იცნობდა, რა ღონისძიებები გაატარა ამასთან დაკავშირებით. იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლებს შენობის დაცლა 1 აპრილამდე უწევთ. ალტერნატიული ფართიდან ერთ-ერთი სარემონტოა, მეორე კი ძვირად ღირებული. ინსტიტუტის თანამშრომლები ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. დირექტორის არჩილ ხომასურიძის განცხადებით, ამ დრომდე გაურკვეველია, სად უნდა გადავიდეს ინსტიტუტი. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული ობიექტი 15 სექტემბერს აუქციონზე გაყიდა. მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო სანი გახდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბოლოს და ბოლოს თავრობის საქმეა, თუ მისი საკუთრება გაყიდოს, ან იყიდოს, ან კიდე სხვას გადაცეს, რა ფორმით გადაცეს, მისი იურიდიული უფლება. 7 თვის შემდეგ, ანუ აპრილში ჩვენ ეს ინსტიტუტი უნდა დავტოვოთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პატარა ეს შენობა უნდა დავტოვოთ, ძალიან პატარა ვადაა და რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ესეთი რთული ორგანიზაციული საკითხები ვერ გადაწყდება. და რა თქმა უნდა მე მინდა ვთხოვო რომ ჩვენ გვინდა ვთხოვოთ რომ რა თქმა უნდა ცოტა მეტი დრო მოგცეთ ჩვენ კოლექტივს იცით ძალიან გული წყდება რომ საერთოდ საკითხი დადგა ჟორდანიას ინსტიტუტის ბინის შეცვლაზე და მით უმეტეს იმ გავრცელებულ ჭორზე რომ ჩვენ დავიგედეთ ეს არ შეიძლება საქართველოს ვჭირდებით საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, თუმცა უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. პროექტზე ჯერ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი მსჯელობს, განხილვა პოლიტიკური დებატის ფონზე მიმდინარეობდა. საკამათოა ორგანული კანონი, კონსტიტუციის დამტკიცების ვადა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. საკონსტიტუციო პროექტი პარასკევს რიგარეშე სხდომაზე გავა და სავარაუდოდ პირველი მოსმენით დამტკიცდება. უცნობია, როდის შედგება პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კი ოქტომბრის რიცხვებისთვის მზად იქნება. თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე დამტკიცდა, ცვლილებებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა გართულდება. ნაწილი ჩვენი აუდიტორიის ამბობდა, რომ ძალიან სუსტი პრეზიდენტი ყავს, მეორე ამბობდა, რომ ძალიან ძლიერი პრეზიდენტი არის. ხო, ნუ ასეთი მოსაზრებებიც იყო, ამიტომ ალბათ კომიტეტის სხდომაზეც ალბათ შემდგომში და პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ამ საკითხზე მსჯელობა ალბათ იქნება. ეხლა რომ უნდა გავარკვიოთ ეს თემა.
ის შეთანხმება, რომელიც იყო არის თუ არა ძალაში და ეს პრინციპული თემა, იმიტომ რომ მე ახსნას არ დავიწყებ რამ ჩვეულებად ჩვენის თვალსაზრისით ორგანულ კანონს არსებობს კონსტიტუციაში. პარლამენტის წევრები, რომელიც თავიანთი მოსაზრება ორგანულ კანონთან დაკავშირებით ქალბატონი თავმდა დამეთანხმება, რომ ამაზე 9 დეპუტატები გაიმართა ბერლინის კონფერენციაზე, სადაც ჩემი აზრით დავაფიქსირე ორგანულ კანონთან მიმართებაში. მე ესეთი შტაბისგან გონია, რომ ჩვენ გვიგიდგებთ, რომ სხვა რელზე გადაგვაქვს, დაგაბრუნოთ იმ დებატებს და სხვა პრინციპული საკითხები, რაც არის ასეთ საკამათო და სამჯელოა, ამაზე ვეღარ მოასწროთ და ისევ დაგაბრუნოთ ორგანულ კანონზე თუ რა ხდება. მარტივი კითხვა, მაგრამ არის თუ არა ძალაში შეთანხმება. არ შეიძლება გამომდინარე პროექტში, რომელიც არის ორგანული და მასში შედიოდეს რაღაც არაარსობრივი ცვლილება და საჭიროების მექანიკურად მხოლოდ მაღალ ფორუმს და იმ შემთხვევაში თუ მაღალი ფორუმი არ იქნება ჩავარდეს და რაღაცა სიტყვის შეცვლა უბრალოდ გახდეს პრობლემა, არამედ იყოს უბრალოდ ინტერესი ყველა კანონთან მიმართებაში.